აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებითა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ხონის მუნიციპალიტეტის მერთან ლადო ჯულხაძესთან, ხონის საკრებულოსა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად იძულებით გადაადგილებულ პირთათვის უფასო სამედიცინო აქციის მიმდინარეობას დაესწრო. აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს ექიმის კონსულტაცია გაეწიათ და დანიშნულების შესაბამისი სათვალეები უფასოდ გადაეცათ. სათვალეები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიისგან ჰუმანიტარული დახმარების სახით მიიღო. ვაგრძელებთ ქალაქ ხონში სამედიცინო აქციას. ეს არის ჩვენი თემთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული და ქალაქ ხონის მერიის ერთობლივი ღონისძიება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს დახმარებას დევნილებისთვის და ჩვენ გარდა იმისა, რომ სამედიცინო სერვისები ეწოდებათ, გადაეცემათ სათვალეები და ამ სათვალეებით ესე ვთქვათ, გაუმჯობესად ხედველობას ჩვენ დევნილ მოქალაქეებს. მადლობა მინდა გადავხადო აფხაზეთის მთავრობას იმისათვის, რომ ეს პირველი მხარდაჭერა არ არის ჩვენი ხონის დევნილთა დასახლებისათვის. სასურველი იქნება, რომ ესეთი მხარდაჭერები კიდევ და კიდევ უფრო არა მარტო ოფთალმოლოგიის თვალსაზრისით, არამედ სხვა კუთხითაც გაგზავნეთ. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ზოგადად დევნილთა დასახლებაში და რაც კარგი გაკეთდება ხალხისთვის, დევნილებისთვის საერთოდ მისასალმებელია. ხარულები ვართ, გვაცნობენ ინფორმაცია აზროვნად და ვისასრულია მოდის.